stai buona, Maia. Dai, so. ეს ზოოპარკი არ გეგონოთ. ეს იტალიაში მოდენეს სიახლოვეს მდებარე ცხოველთა სამაშველო ცენტრი რობინია. ჯაჭვისებური ფორმის მქონე ღობე გარეულ ცხოველებს იცავს. მაიასა და ინკების დომებიდან მოყვანილი ორი ფოცხვერი სხვა ცენტრში დაიბადა, თუმცა აქ უფრო მეტი თავისუფალი სივრცის გამო გადმოიყვანეს. ფოცხვერები ცენტრში იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ეს მამალიშვილი ჯაკომო კი აქ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხვდა. როდესაც ძღოლმა ჯაკომოს მანქანა დაარტყა, დაუყოვნებლივ ცენტრში დარეკა, რათა შველისთვის დახმარება აღმოეჩინათ. კურნალობის კურსის გავლის შემდეგ ჯაკომო კვლავ ვეტერანების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რობინის მოხალისეები გარეული ცხოველების დასახმარებლად 24 საათის მანძილზე მუშაობენ. ცენტრი დაშავებულ ცხოველებს ეზრუნავს. ძალიან ხშირად გვიწევს ქუჩებში მუშაობა, რადგან ხშირია საგზაო შემთხვევები. ეს იმიტომ ხდება, რომ იტალიაში მოძრაობა მოუწესრიგებელია. ცენტრში ქუჩაში გამლელებიც რეკავენ, თუ ისინი დაშავებულ ცხოველებს გადააწყდებიან. ეს გრძელკუდიანი წივწივა სიკვდილს დღეს გადაურჩა. ეს პატარა ჩიტი პარკში მოსეირნე ორმა ქალბატონმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი იპოვნა. ეს გრძელკუდა ჩიტია, რომელიც ალბათ ბუდიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ფრენის სწავლას ცდილობდა. ის ძალიან პატარა და უმწეოა. მის კვებაზე განსაკუთრებული ზრუნვა მოგვიწევს. სამაშველო ცენტრში ეგზოტიკურ ცხოველებსაც შეხვდებით. ეს პითონი რამდენიმე თვის წინ ქარხნის შენობაში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მისმა მეპატრონემ ცხოველის თავიდან მოცილება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის შემდეგ მეორე პითონი ზუსტად იმავე ადგილას აღმოაჩინეს. კიდევ ერთი მაგალითი არწივის ოჯახია, რომელიც საკმაოდ იშვიათად დაცულ სახეობას წარმოადგენს. არწივის ოჯახი რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ფრინველები მეპატრონემ ტყის რეინჯერების ინსპექციის შიშით გაათავისუფლა. ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოხალისეთა ჯგუფს ყველაზე დიდ ბედნიერებას მაინც დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება ანიჭებთ.